პატიმრების და მათი ოჯახის წევრების პროტესტის ფონზე ქეიფი არ გეუხერხებოდა გადაწყვეტილების წარმატებად. ქალბატონი მარიზი რეჟიმის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა. დედა შვილს აქციებზე ყოველთვის საქართველოს დროშით აცილებდა და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ჰუმანური ბუნების შვილი განსასჯელი სკამზე აღმოჩნდებოდა საღამო მშვიდობის. ქალბატონ მარიზი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთ რთულ სიტუაციაში ჩვენთვის დრო გამონახეთ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან აქტიურად იბრძვით თქვენი შვილის და სხვა შვილების თავისუფლებისთვის. მინდა გავიხსენოთ თქვენი ემოციური მიმართვა. შვილს რომ მიმართეთ, ბოდიში რომ მოუხადეთ იმისთვის, რომ ემოციური ხართ და ეს თქვენი ემოციურობა კიდევ ერთხელ გამოიხატა აი სირცხვილის კორიდორი რომ მოუწყვეთ იმ მოსამართლეებს. რა განცდა იყო ამ ადამიანების პირისპირ რო აღმოჩნდით? ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ძალიან გაუბრაზდი, რა ვიცი, პოლიციელებსაც მივმართე, ალბათ ძალიან უხეშად, მაგრამ ზღვარს გადავიდა მოსამართლე იმ დღეს. ჩვენ კიდევ ვფიქრობდით, რომ კიდევ მიუბრუნდებით სასამართლოს და ერთხელ კიდევ შევხედავთ მომღიმარ შვილებს და როცა დარბაზში შევედით, გვითხრეს პატიმრები აღარ შემოვლენ, იმიტომ რომ ისინი გადაყვანილები არიან ციხეზე. და ეს იყო კულმინაცია. და დემონსტრაციულად დავტოვეთ ჩვენ დარბაზი ადვოკატებთან ერთად. იმიტომ რომ ჩვენ არანაირი სურვილი აღარ ქონდა ორი პროკურორის და ერთი მოსამართლის ბოდვისთვის გვესმინა. ამიტომ როცა გავიგეთ, რომ მოსამართლეები წინა დღეს ამდენი პატარა ბიჭები უსამართლოდ გაუშვეს ციხეში ისევ აწყობდნენ ღრეობას, ჩვენ შევიკრიბეთ. არ გვინდოდა რომ ცოდნოდათ მათ, რომ ჩვენ იქ დავხვდებოდით, მაგრამ თავიდან არ იცოდნენ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ერთმანეთს ალბათ ურეკავდნენ. იმ დღევანდელმა ბრაზმა, რაც სასამართლოზე მოხდა, მე დამავიწყა უკვე ის ბრაზი. კი, მოუხადე თორნიკეს ბოდიში და საზოგადოებას საერთოდ მოუხადე ბოდიში, იმიტომ რომ აი აღარ მახსოვს რას ვამბობდი საერთოდ და ნინომ ბავშვმა გოგონამ ჩემმა სულიცის შენიშვნა. მაგრამ არ მოუწია შენიშვნა იმ დღეს, მხოლოდ შევხედე მის ცრემლიან თვალებს. ჩემზე კი არ ბრაზობდა. მე ალბათ როგორც დედა შევენანე იმ წუთში, იმიტომ რომ ძალიან რო გამწარდი. ამიტომ პასუხი ამის შესაფერისი მიიღო იმ დღეს ყველა მოსამართლემ. ამაზე დიდ სირცხვილს ისინი ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ მიიღებენ. რაც იმ დღეს იმათმა სირცხვილი ჭამეს, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ არც ერთი მოსამართლე მე არ მინახია რომ შევიდა ჩვეულებრივად. ერთი-ორი შეგვეპარა სამზარეულოს მხრიდან მაშინ რესტორანში დანარჩენები მუხლმოდრეკილი თუ რა არ ვიცი ძალიან ცუდი სიტყვა ვიხმარე იმ დღეს და მაინც ვიტყვი წაგუზულები შევიდნენ ისინი რესტორნის ფოიეში და იმათმა ხვდებოდათ შიგნი მურუსიძე ის ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. ჩემი შვილი არ არის პატიმარი, პატიმრები ეგინი უფრო არიან. მე აუცილებლად დადგება დრო, ახლაც ვამაყობ, სულ ვამაყობდი თორნიკეთი ისე გაიზარდა და კიდევ უფრო ვიამაყებ და სირცხვილი მათ, იმიტომ რომ ისინი არ წვენენ თავიანთ შვილებს. ისინი ვერასოდეს ვერ იამაყებენ დედებით, მოსამართლე დედებით, მოსამართლე მამებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ქალბატონო მარიზი, აი ჰუმანური ბუნების შვილი ყავთ. ნუ ეს ყველამ გაიგო, ხო? საიდან გაუჩნდა თორნიკეს იმის სურვილი, რომ წასულიყო აქციებზე დამდგარიყო და აი რომ მომიყვეთ ეს ყველაფერი. დადიოდნენ იქ თორნიკეს მეგობრები აქციაზე და ალბათ აქედან გაუჩნდა ეს სურვილი და ისედაც მე იცის მან რომ მე და მისი დასუ დავდიოდით აქციებზე. იცის, მირეკავდა და როცა ტელევიზიაში ხედავდა რომ იქ იყო არეულობა, მირეკავდა დე სადახარ. იმიტომ რომ ალბათ ეშინოდა რომ შენ ვერ გაიქცევიო ფიქრობდა, იმიტომ რომ
მაინც ასაკი გაქვს ადამიანს და რო რაღაცა იყოს არ დადგე ახლოს. თორნიკე აი ღიმილის მომგვრეს ხოლმე სახეზე მარტო მე არა, ალბათ ვინც იცნობს, თორნიკე აქ დაიბადა ამ უბანში და ზაფხული როცა დაიწყებოდა, ყოველ ზაფხულს მიდიოდა სოფელში, სვიტორში. აი დღეს რო არ დადეგებით დაიწყებოდა, ხვალ უკვე ის იჯდა მარშრუტკაში და მიდიოდა, სანამ პატარა იყო მე დავატარებდი. მერე თვითონ მიდიოდა, გაიზარდა ძალიან ლაღად. იქ იყო ბიცველასთან, ჩემი მაზლი საჭყერელია, სვიტორში ცხოვრობენ და ჩვენ არ გვაქვს არაფერი და ის იყო მუდამ ბიცველას სტუმარი. დადიოდა მდინარეზე, იქ ისწავლა ცურვა, პატარიდან, მერე დიდ წყალში, მერე აი ყოველ დღე დადიოდა პატარა ბოთლით ხელში, ის და მისი მეგობარი ერთად დაიბადნენ და ერთად გაიზარდნენ, რო იყო სანდრო გოშაძე და თევზაობდნენ. იმით რაღაც ბადე ქონდათ გაკეთებული, მერე გაიყოფდნენ ამ თევზებს შუაზე და პატარა ტაფაზე ბიცოლამ პატარა შავი ტაფა მიცა, რომ შენ გარეცხავ და შენ შეჭამ მაგ თევზს, მე არ გამარეცხინებ და აი სულ ეგრე იყო, მთელი დღე დადიოდა მდინარეზე და თევზაობდა. იყო ძალიან კეთილი ბავშვი, ძალიან კეთილი, რაც არ უნდა დაგევალებინა, არასოდეს არ დაიზარებდა. არასოდეს. აგროვებდა რაღაცა სპილენძს, ალუმინს, წაიღებდა, მერე ჩააბარებდა. ეხმარებოდა ბიცოლას ძალიან, 3 თუ 4 ხბო, პატარა ხბო, იმდენად ეხმარებოდა, რომ ბიცოლა მისმა აჩუქა. და რომ გაიღვიძებდა, თურმე ეტყოდა ხოლმე, რომ ბიცოლა მე უკვე ვაჭამე წიწილებს, მე უკვე ვაჭამე კოჩიას, ეს ეძახდა პატარა სოფელში, ხო იცი იმერლები მაინც. მიყვებოდა მინდორში მორიგეობაზე. მე ვამაყობ შენით, მე გაგზარდე შენ ძალიან კარგი შვილი და არაფერი არ გამიჭირდება. ცოტა ხანი მოვითვინოთ და ყველაფერი დამთავრდება კარგად, იმიტომ რომ შენ გვერდში დგას მთელი საქართველო. მე ვიამაყებ ჩემი შვილი და ამათ შვილებს შერწყებათ თავისი მამების და დედების. ვუყვებოდი სულ ამ 9 აპრილის ამბებს და მეუბნეოდნენ, რომ თქვენ უფრო რთული პერიოდი გაგივლიათ ვიდრე ჩვენ. იმიტომ რომ მიხვდა რომ თქვენ არ დაგინდოთ რუსის ჯარმა და ნიჩვევთ დაჩეხა ბავშვების სკოლის მოსწავლეები, მაგრამ ნაკლებს არ აკეთებენ ესენი. ისინი რუსები იყვნენ. ეს სიზმარივით არის, სიზმარივით ეს პერიოდი რა. რუსის ჯარმა ვერ დააჩუქა ქართველი ახალგაზრდობა და ეხლა გონია ბიძინა ივანიშვილს რო ის დააჩუქებს, ვერ დააჩუქებს. შეხვდით უკვე ციხეში თორნიკეს, როგორ განწყობაზეა? სხვათა შორის სანამ შევხვდებოდი, სულ ნერვიულობდი, რომ ან გამხდარი ხო არ არის, ან ფერი დაკარგული აქვს, იმიტომ რომ მაინც ციხე არის, რანაირ კამერაშია, კიდე ეკავდა და მაგრამ ძალიან ცოტა დრო აქვს ლაპარაკო და თან კიდე ალბათ ვფიქრობ, როცა რეკავს იქ ბადრაგი ადგას თავზე და ვერაფერს ამბობს. გასარეცხები რო წამოვიღე ჯიბეში, რატო გავჭრიგე ჯიბი არ ვიცი, იმიტომ რომ იქინა რა უნდა მოიტანოს და წერილი იყო. და რა ეწერა ამ წერილში? წერილში ეწერა, რომ მიყვარხართ, თქვენ ხართ ჩემი ოჯახი, შენ და ნინო, და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ზუსტად ხშირად ჩაეხუტეთ, არ ვიცი ახლა ზუსტად სადმაგ შეიძლება იმ გადასაბარებლის ქვეშ, ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს. სხვა არ მაინტერესებს, უყურებ ტელევიზიას და ვხედავ რამდენად გვიდგას ხალხი გვერდში და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი იმედი. თქვენც გაუფრთხილდით თავს, იმიტომ რომ მაინც ახლა ფიქრობდა ალბათ რომ ისა მე იცის რომ ემოციური ვარ და ენას არ ვაჩერებ, ხო და ალბათ ფიქრობს რომ ეს დედა ჩემი არავინ დაიჭიროსო. ვყიდულობთ რაღაცა ხო ფული ახლა ისედაც რამდენი ორგანიზაცია გვეხმარება, რა ყველას მადლობას გადავუხდით თქვენი ეთერითაც, ნანუკა ჟორჟოლიანს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ნანუკა იყო პირველი იმ დღესვე დარეკა, იმ დღესვე, რომ და ვერ შეინახავ პატიმარს, ვერა, იმიტომ რომ აქედან რომ შედიოდეს რამე ხილი ან რაღაცა,
კიდე შეიძლება არაფერი აბსოლუტურად ყველაფერი იქ უნდა იყიდოს. ყველაფერი იქ უნდა იყიდოს. ერთადერთი იყო ახალი წელი, როცა მოგვეცა საშუალება, რომ რამე შეგვიგზავნა ბავშვებისთვის და სხვა გზა არ არის. მადლობა უფალს, რომ აი ესეთი სიკეთე არ თესავენ ამ საქართველოში ადამიანები. ის დიდი სანერვიულო ხო იცი მოხსნელი გაქვს ოჯახს მაინც. იცით რა მაინტერესებს? აი საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ძალიან გაბრაზებულები ვიყავითო და რაზეა წამსვლელი თქვენი აზრით, აი გაბრაზებული დედა? დედა სხვა არ ვიცი. მე არ მეშინი არც დაჭერის, არც არაფრის და ყველაზე უფრო იცი რაზე ვარ გაბრაზებული, აი ცინიკოსები რატო არიან? აი თავის ხალხს, თავის მე არ მახსენდება არც ერთი ხელისუფლება, რომელიც ხალხთან არ გამოსულიყოს. წარმომადგენელი აუცილებლად გამოდის ხალხთან. ეს ხო არის უსამართლობა. თორნიკე ალბათ ჩათვლის რამდენად უსამართლო ქვეყანაში უცხოური არ გადაუტანია იმას ესეთი რამე და ეხლა ამას ჩათვლის. რა დავაშავე იტყვის? მე რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი რომ თურმე სისხლის სამართლის დავნაშავეა. სისხლის სამართლის დავნაშავეები თვითონ უფრო არიან, ხო? მე მაქვს იმედი რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, თუმცა აი ინტერვიუს ბოლოსკენ მინდა გთხოვოთ, რომ მიმართოთ თორნიკეს აქედან, გამოიყენოთ ჩვენი ეთერი და მიმართოთ თქვენ შვილს და მიმართოთ სხვა პატიმრის დედებსაც. მე ძალიან ბევრი მეგობარი შევიცინე. ამ პატიმრის დედები, მამები. მე თვითონ ვარ ძალიან ჰუმანური ადამიანი და ასეთია ჩემი შვილი. ამიტომ იცის თორნიკემ, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ იმას ჭხილი არ წამოტკივდეს, იმიტომ რომ ის არის ძალიან კარგი შვილი, ძალიან ბევრი ქება მომიწია ამ ბოლო დროს თორნიკეს, იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვაკებ შვილებს, არასოდეს დედა, რა ვიცი, ყველა დედა ალბათ ესია რომ თავის შვილებს არ აქებენ. დედი მიყვარხარ ძალიან, ვამაყობ შენით. ხარი ნერვიულო ჩვენზე, ჩვენ ხედავ რამდენი ადამიანები გვიდგან ამ გვერდში, მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო თქვენ გვერდშია. და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, დაბრუნდებით საპატიმროდან და მათ შევლენ სხვები. მადლობა ყველა დედას. ასეთი კარგი შვილების გაზრდისთვის, ისინი ჩემი შვილებიც არიან. მე მათ შევპირდი, რომ მე აუცილებლად ჩვენ ერთ დიდ ჯაჭვს კიდევ შევკრავთ გამარჯვებისას და ცაზე ამ ბავშვების სახელებით ვარსკვლავები იგიაფებს. დიდი მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ და თორნიკეს მალე დაბრუნებას სახლში.